და დავიწყოთ მოდი პირველი სიახლით. ხვალ 7 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი გაიმართება, რომელიც გამოჩენილი კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის დაბადებიდან 175 წლის თავს ეძღვნება. კონცერტის სპეციალური სტუმარი ალექსანდრე კორსანტია. საღამოში ასევე მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები თეიმურაზ გუგუშვილი, მარიკა მაჩიტიძე, ირინე რატიანი, ნიკოლოზ ლაგვილავა, ელენე პუტილოვა და ზაალ ხელაია. საღამოს ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი წარუძღება დირიჟორი დავით კინძულაშვილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი არის. ჩაიკოვსკის 175 წლის იუბილეს აღნიშნავთ და ეს ძალიან დიდი ფაქტი არის. ძალიან მიხარია და ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და ბედნიერება არის, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობ და ვასრულებ ჩემთვის ძალიან საყვარელ პარტიას, ტატიანას პარტიას, ოპერიდან ევგენი ონეგინი. ეს კონცერტი, რომელიც ეძღვნება ჩაიკოვსკის იუბილეს, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არის გენიოსი, უდიდესი გენიოსი, რუსული მუსიკის გენიოსი და მთელ მსოფლიოში სრულდება ჩაიკოვსკი, ეს არ არის მარტო რუსეთი. ამიტომ მე ძალიან მიხარია, რომ მიწევს ამ კონცერტში მონაწილეობა და ონეგინის პარტიას შესრულება. მე შემისრულებია ბევრჯერ ეს